ირაკლი, სანამ კითხვებს დაგისვამდე, ერთი რამე მინდა გითხრა, უკვე დიდი ხანია რა. ისმენ? ყიფშიძის ქუჩა არის ჭავჭავაძეზე რომ მიდიხარ, გალაქტიონის ზეგთან მარჯვნივ, აი მაგრამ. და ეს ანეკდოტი გქონდათ გაკეთებული, ხო, ადრე ეს პასიანსის დროა, როცა ყიფშიძის ქუჩა სად არის, ბესო ბერულაშვილი შემოდიოდა და გეკითხებოდა რომ ყიფშიძის ქუჩა სად არის. მეგრული აქცენტით კი. ხო, და შენ პასუხობდი რაღაც სხვადასხვა ვერსიებს, ხო? და ეს ბევრი იყო, ხო? ეს სერიალი იყო, ხო? კი, ჩვენ გადავიღეთ 13 თუ 14 ვარიანტი. პირველი ვარიანტი იყო ის მოდიოდა და მეკითხებოდა მეგრული აქცენტით, რომ ახალგაზრდა ყიფშიძის ქუჩას ვერ მიმასწავლით და სხვა რამე მკითხე, ნარკუშა იყო იქა და მერე წამოვიდა ყიფშიძის რომელი ჩვენი ზუკასი და იქ რაღაცა და მთელი ამბავი და ერთი კაი ბლომად გადავიღეთ რა. და სხვათა შორის მაგ ისტორიაზე მახსენდება რომ მე-14 გადაღება და მიდის ეს მონოტონურად რომ ახალგაზრდა ყიფშიძის ქუჩას ვერ მიმასწავლით და მიდის იქ იმპროვიზაცია მთელი ამბავი და შემდგომი გადაღება მე-14-ია თუ მე-13 ჩავდივართ უკვე გადასაღებ მოედანზე მამუკა ღლონტი მეკითხება რეჟისორი აბა ის თუ გაქვს აბა თვისახუცი თუ გაქვს აბა ფორმაში თუ ხარ აბა აბა ხო აბა ჰე და უცებ ბესო ბერულაშვილი უტრიალდება მამუკა ღლონტს და ეკითხება მამუკ მე რა ტექსტი მაქვს რა ტექსტი უნდა ეს შენი ეს პერსონაჟი ეს ნარკომანი ხო ეს საიდან მოვიდა ანუ შენ თვითონ მოიფიქრე თუ ვინმე კონკრეტულმა შთაგაგონა შთაგონების წყარო იყო ესეთი ნუ საბურთალოს დავიბადე გავიზარდე ყველა უბანში ნუ ერთი გიჟი ხო უნდა იყოს როგორც ერთი მსუქანი სქელი ერთი გამხდარი და ერთი ნარკომანიც უნდა იყოს ისე უბანი არ არის ხო და მყავდა ერთი ელიტარულ წრეებში გასული ნარკომანი ხო და ასე ვთქვათ და ნუ იმის მანერები ასე ვთქვათ დავხვეწე მაგაზე მოყვები კიდე ერთ ისტორიას ნუ მოკლედ ელიტარული ნარკომანი იყო ხო და ნარკოტიკებით გაჟღენთილი ახალგაზრდა და ეხა ვარიანტი არსებობს ესე ზის რა უბანშია და მაგრად აქანაებს რა როგორი კონტრა შო წაიღებს აღმოიღებს ხო და ვიღაც ხალი ეძახის თავის ბავშვს რომ გიგა ამოდი სახში გიგა აუ რუსიკოდეიდან ნუ ხმაურობ რა გიგა ამოდი სახში გიგა ეხლავე ამოდი სახში ამოდი ეხლავე სახში თორე ცუდი ბიძიები მოვლენ და სადარბაზოში შეგიყვანენ და ნარკოტიკებს გაიკეთებენ აუ სად არის ეგ სადარბაზო იგუდა ეძება აუცილებლად მინდა გავიხსენო ჯგუფი ნდობის ფაქტორი ეს პასიანსის დროს ასევე ხო თქვენ აი კლიპებს რო აკეთებდით სიმღერებს რა ვიცი რომელი ერთი ჩამოვთვალო მერვე კლასელო ეს დამირეკე ტელეფონო რაღაც იმის რისი სტადიონიაო კირიჩიტა სტადიონზე 24-ით ახვედი და ასე შემდეგ რა და ეხლა რას არაპირებთ რომ აღადგინოთ ეს ნდობის ფაქტორი ეს ჯგუფი გვინდოდა მაგრამ არტიმედმა გთხოვა რომ არ ჩაგძიროთო და ცოტა ხანი თავი შეიკავეთო ხო არ ჩაგძიროთო კი არა მან და ალბათ სხვა მიზეზია ეგენი ალბათ ეხა ახალ ალბომს უშვებენ სადაც ეგ სიმღერები იქნება მე და ეს და მაშინ როდესაც ნდობის ფაქტორი პოპულარობის ზენიტში იყო, მაშინ რაღაც კომერციული შემოთავაზებები არ გქონდათ ხოლმე? ნდობის ფაქტორს? თვითონ როგორც ეს ცალკეულ ორგანიზმს. შემოთავაზებები არა, მაგრამ კურიოზები კი. ესე იგი მე ვიყავი სოლისტი, მე მღეროდი ამას, ნუ ეს ნდობის ფაქტორი იმის საფუძველზე შეიქმნა, რომ ნუ რას გავდა ეს მერვე კლასელიო და იქ ტელეფონო და კირიჩიტა სტადიონზე 24 და გამოგვივიდა პოპულარიზაცია ამ სიმღერების და პრაქტიკულად ყველგან ბაზრობების და იმეებზე ისმოდა ეს სიმღერები და ყველას ეგონა რომ მე მღეროდი. ერთი მშვენიერ დილა და მოდის კაი ბიძა კაცი.
ბიძია. და თქვენ მზადდებით, აქ დიახ, მე მზადდებიო, დავზანეთ და ეს რა ქვია. იცი რა არის შემოგევლეო? ნუ შენ დაიბადე ჯიგარიო, მე გამოგება ფეხები და ყურებიო და ჯიგარი ხარ. და რა უნდა ერთი გამიკეთე ეგ საქმეო რა, თქვენო ბიჭებიო, დობის ფაქტორიო, ჩემთანო შაბათსო, ჩემი გოგოს ხორცილი არისო, გორშიო და იქნებ შეუბეროთო რა, ერთიო თქვენებურათო რა. ხო და იქო რაც ფეშკეში იქნება, მე $500 მოგცემთო. და რაც ფეშკეში იქნება, იქო რაღაცა მთელი თქვენ ჯგუფში გატეხავთ თქვენებურათო რა. მე ვთქარი ბიზიანეთი, არ შევაწყვეტინე მოუჩეს მეთქი, ბიზია მე ვთქარი, ეს მე არ ვღერიო, 600 მე 700 ჩვენ ბენდს შეემთხვა ეგეთი რაღაც. მოვიდა ეს კაცი, შეიძლება იგივე იყო, არ ვიცი. მოვიდა და ისო გორშიო ქორწილი მაქვს და თუ შეიძლებაო დაუკარითო $500 მოგცემთო მეო და დანარჩენი იქ ბიჭებმა თავისთვის გატეხეთო და ილურიძემ უთხრა რომ არა ვიცი მე არ მეცლებავ იმიტომ რომ ღამის შოუში უკრავ. ღამის შოუ 14. მამუკა ყავდა ჩვენ სტუმრად წინა გადაცემაში მამუკა ღლონტი და რომელიც იყო პასიანსის ავტორი და რეჟისორი, ხო? სცენარისტიც ალბათ. და როგორი იყო მუშაობა? კაცრი იყო მუშაობა. კაცრი იყო, ძალიან კაცრი იყო სხვათა შორის. ძალიან კაცრი იყო, ჯერ კიდე მეორე აქზე ვიყავით, როცა დაიწყო ეს მოძრაობა, ასე ვთქვათ. ხო და ნუ გვიბარებდა 10 საათზე რო იყო გადაღება დანიშნული 10:30-ზე ყველა უნდა ყოფილიყავით. ხო და ისტორია გამახსენდა. ხო და 10:30-ზე ყველა უნდა ყოფილიყავით ადგილზე რა, ოპერატორი, გამნათებელი, ყველა აბსოლუტურად სმირნაზე უნდა ყოფილიყავით, 10-ზე ვიწყებთ უსიკვდილოდ. ნუ ვარიანტი არ არსებობს და ნუ ყველა ეს და რუსთავიდან დადიოდა მამუკა, მაშინ ყავდა ლურჯი ზაპოროჟეცი. ხო და ისე დაემთხვა ეს 2 კვირა რომ იგვიანებს და მოდის გამურული ხელებით სახეზე მური უსვია ზაპოროჟეცი მიფუჭდება გზაშიო რა რუსთავიდან ჩვენც შევდივართ ეხლა მდგომარეობაში მამუკ ცოდო ხარ მართლა ზაპოროჟეცი გიფუჭდება რაღაცა შენ რაღაცა და მაგრამ გადაება ეს 2 კვირა მაგრად იგვიანებს რა და გარეთავად გამოსულები სიგარეტს ვეწევით რაღაცა დავინახეთ რომ ზაპოროჟეცმა კრუგი დაარტყა მაღლა და ტელევიზიასთან შემოუხვია დაგვიანებული აქვს უკვე კარგად 1 საათი ნახევარი და აუ ალბათ კიდე გაუფუშდა რაღაცა და მამუკა გადმოდის საბურავებზე ხელებს გააკეთე და დაგვინახა ჩვენ და რა თუ არა ხარ სტუდიაში რო სტუდიაში ეს პასიანსის კასეტები ხო ადრე იყო თითქმის ყველგან და ეხლა ვერსად ვერ ვნახე და სად არის ეს პასიანსის კასეტები მამუკა დათვრა კაი ხნის წინ და ყველა გააჩუქა ვიღაცას აჩუქა რა ყველა აბსოლუტურად ვიღაცა არის ბიჭო ევრიკის დირექტორი რა მინდა გითხრა იცი აი აქ რო გიყურებ ჩვეულებრივად ლაპარაკობ რა ჩვეულებრივად რაღაც კარგად სასაცილოდ და იქ პირველ სტერეოზე რო ხედავ ხოლმე ეკრანზე რაღაცნაირად ყბა გაქვს რაც გამოწეული და ანუ აქ ნორმალურად არის ყველაფერი იქ რა გემართება რა არის ისეთი იქ რომ ყბა გეწევა ესე ჯადოქარია იქ დიდი ჯადოქარია რომ მივდივარ ხოლმე ჯადოს მიკეთებ და იქ მეწევა ხოლმე და ფაქტიურად ისე მაგაკეთებული აქვს ჯადო მაგაკეთებული ანუ არ არის რამე შანსი არ არის რომ ჯადო მოგეხსნას აი თუ კარგი ქართული კლიპი ოდესმე გავა სტერეოზე აი მაშინ მომეხსნება ჯადო ანეკდოტებს ყვება ხო ეს ყბაჩო კი ბევრს ძალიან და მოდი შენ ალბათ კომპეტენტური ხარ ამ საკითხში ყველაზე კომპეტენტური ხარ და რამე ახალი ანეკდოტი გეცოდინება ისეთი რამე აი ცინცხალი ახალი ანეკდოტი მოგვიყევი ჩვენ ღამის შოუში ხოთ ახალი ხო კი ბატონო ახალი ესე იგი სიკულა მივიდა გრიკულასთან სახინკლეში და ეუბნება რომ 99 ხინკალი ჩამიყარეთ ძმახარო. უნდა გრიკულამ შენ რა იყო ვერ გავიგეო რა 99-იო. ბარემ 100-იო რა. 100 რა, ღორი ხო არა ვარ.
ირაკლი, ეგ ანეკდოტი. ახალი ანეკდოტია? ხო? რა ახალი, რას ლაპარაკობ? როგორ არა, 3 დღის წინ იყო სტერეოზე, რას ლაპარაკობ? აი ეგ ახართ რა, ეს პირველი სტერეო რა, რაღაც ძველ ანეკდოტებს აიღებთ, მე რაღაც ყბაჩო, ეს ქართული სიმღერები რაღაცა და მე ვითომ მაგარია ეს პირველი სტერეო რა. ახ ხსხლავთ, რას ლაპარაკობ? რატო არ ვსხლავთ, ვერ გავიგე. რა პირველ სტერეოსთან რა შედარებაა? არა, რა არის ის სხვა მიმართულება აქვს პირველ სტერეოსთან? მიმართულება არა ისა რა. არსებობს რაღაცა, რასაც